დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ უკრაინას, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა. უნდა გადავუხადოთ დიდი მადლობა იმისათვის, რომ 2022 წლის თებერვლის მიწურულიდან ვიდრე დღემდე უკრაინა ახერხებს და წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ჯოჯოხეთურ იმპერიას, რომელიც ცდილობს უკრაინის დაპყრობას, უკრაინის გაუქმებას და ამას თუ მოახერხებდა და ვერ მოახერხებს დასაკვირველია, ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ვერ მოახერხებს ვერასდიდებით რუსეთი უკრაინის დეუკრაინიზაციას, ანუ გაუქმებას და ჩაყლაპვას, მაგრამ რომ მოეხერხებინა, ახლა უკვე რუსული დროშა აფრიალებული იქნებოდა თბილისშიც, ერევანშიც, ალმატაშიც თუ ასტანაშიც, მინსკში ხო ისედაც აფრიალებულია, კიშინიოვშიც, სხვაგან და კიევშიც რასაკვირველია და ჩვენ ალბათ ვიქნებოდით ან ერთიან საბჭოთა კავშირის მსგავს რაღაც კონგლომერატში ბოროტების კიდევ ერთ იმპერიაში, ან შეიძლება ასეთი სახელმწიფო არც შექმნილიყო სუვერენიტეტი ისიც წყალებში შენარჩუნებული ჰქონოდა ამა თუ იმ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, ასე მაგალითად საქართველოს, მაგრამ სუვერენიტეტი გამოსახული ყოფილიყო ოდენ დროშაში, ისიც გულახდილად გეტყვით არ ამგონია, ოდენ ჰიმნში მით უფრო არ ამგონია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ უკრაინას ეკუთვნის მადლობა, მაგრამ ამბავის ის არის, რომ ქართული რუსული ოცნების ბანდა ამ ყველაფერს სასაკვირველი არც ხედავს, ვერც ხედავს და ვერც აფასებს. ის ვერ ხედავს რომ უკრაინის წინააღმდეგობამ რეალურად მისცა შესაძლებლობა ყველას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას პირველ ყოვლისა, ასევე სომხეთს და ვიტყვი ისევ საქართველოსაც, რომ ამ ქვეყნებს როგორღაც გაეღწიათ რუსული სივრცისაგან და ადრე თუ გვიან მიერთებოდნენ ევროკავშირის დასავლურ სივრცეს. მოდი ასე ვიტყვი. 2030 წელს ევროკავშირის გაფართოება მაღალზე მაღალი ალბათობით მოხდება. საქართველო ამ ევროკავშირში ვერ მოხდება, იმიტომ რომ ბანდა ბიზინა ივანიშვილის ბანდა მართავს ხელისუფლებას, აი მოლდოვა და უკრაინა და სომხეთის გარკვეულზე მაღალი ალბათობით მოხდებიან ევროკავშირის სივრცეში. სომხეთზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ აი უკრაინა და მოლდოვა კი ნამდვილად თუ გაფართოება როგორც ასეთი მოხდა. ზარქუა და ზარქუას ტვინიანები ამბობენ, რომ უკრაინა დაიცალა, უკრაინა დამარცხდა, უკრაინა დაინგრა და ასე შემდეგ და უვიზო რეჟიმი კი აქვს, მაგრამ ასეთი უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან რა ჯანდაბად გვინდა თუ ჩვენ დავინგრევითო, არც არავინ არ გთხოვს და არ მოითხოვს ჩვენგან დანგრევას. მეცაც გეტყვით, არავინ არ მოითხოვს ჩვენგან არც მეორე ფრონტს, ეს არის ბულშიტ, ეს არის ტყუილი, ეს არის ფესბუქში შემუშავებული მესიჯი გზავნილი ქართული საზოგადოებისათვის, რომ დაბოლდეს. თუმცა არ ბოლდება, მეთქი ამის თქმაც შემიძლია, ან იმედი მაქვს, რომ არ ბოლდება ქართული საზოგადოება ამ ქართული რუსული ოცნებისა და FSB-ს მესიჯებისა და გამო. მოკლედ ზარქუაზე ახლა არ ვილაპარაკოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე. მიმდინარე წლის 31 აგვისტოს იცით თქვენ რომ ევროკავშირიდან გვეტყვიათ, რომ თქვენ შეგიჩერდებათ ამ მიზეზით კი არ გვინდა, მაგრამ მაინც თქვენ შეგიჩერდებათ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ანუ შენგენის წევრ სახელმწიფოებთან პლუს 4 ქვეყანასთან. ეს ვიცით. მაღალზე მაღალი ალბათობით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს მიმდინარე წლის დეკემბერში, ანუ რამდენიმე თვე ჩვენ კიდევ გვექნება. იმისთვის საიმისოდ, რომ ჩვენ საზოგადოებას გვექნება, რომ ევროკავშირს ვუთხრათ, რომ არა, გთხოვთ, არ შეგვიჩეროთ, იმიტომ რომ არ ვიმსახურებთ, იმიტომ ჩვენის მხრივ, რომ ქართული რუსული ოცნება აღარ არის ხელისუფლებაში. ამიტომ ხალხს, რომელმაც მოიცილა ქართული რუსული ოცნება, გთხოვთ, ნუ დაჭირ და მართლაც არ დაჭიან დეკემბრამდე, თუ ჩვენ როგორღაც მოვახერხებთ და ბიზინა ივანიშვილის ბანდას საიქიოში, პოლიტიკურ საიქიოს გულისხმობ გავისტურებთ, ამ შემთხვევაში დეკემბერში ჩვენ ეს გადაწყვეტილება ჩვენთან დაკავშირებით მიღებული არ იქნება, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ. ხოდა რა უნდა ვქნათ? უხეშად მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შემოდგომის პირველი დღე, ვიდრე უხეშად ნოემბრის ბოლომდე, დეკემბრის დასაწყისამდე ჩვენ ქართველებმა, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველმაც, რომელიც უკმაყოფილო უნდა იყოს და ალბათ იქნება კიდეც მისი ნაწილი, იმის გამო, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო ჩვენ რიგით მოქალაქეებს შეგვიჩერდება უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და სხვა სანქციებიც იქნება, განა არა რა უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამას შეეხება ჩემი დღევანდელი ვიდეო ბლოგი. მანამდე კი თქვენის ნებართვით წავიკითხავ ქართული ოცნების ნაკვესებს, არა, ამონარიდებს, არა, პატარ-პატარა ფრაგმენტებს გაგაცნობთ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან, რომელიც გამოქვეყნდა ამ 1 საათის წინ
და რომელშიც გლობალური ომის პარტია არ მინდა შემეშალოს და 25-ჯერ თუ 27-ჯერ, Deep State 12-ჯერ თუ 14-ჯერ არის ხსენები და რომელშიც ისეთი FSB-შნიკური ბოდვებია, რომელთა გამეორებაც კი გულახდილად გეტყვით, ცოტა ან ერთგვარად მიტყდება, ანუ არ სიამოვნებს, იმიტომ რომ უკლებლივ ყველაფერი, ყველა წინადადება, ყველა აქცენტი, ყველა სასვენი ნიშანი მეთქი ასე ვიტყვი, დაწერილია სწორედაც რომ მოსკოვში ლუბიანკაზე თარგმნილია, გასწორებულია აქაური ქართული ოცნების მომხრე რომელიმე ენათმეცნიერ ფილოლოგის მიერ მიცემულია ირაკლი კობახიძისათვის და ირაკლი კობახიძეს ალბათ გადათანხმებული აქვს ბანდიტ ბიზნე ივანიშვილთან ეს განცხადება და მე კი უკვე გამოქვეყნებულია. მოკლედ ყველაფერს არ წაგიკითხავთ მერქი, მაგრამ რამდენიმე საკითხზე კი შევაჩერებ ყურადღებას. მაგალითად, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ სრულიად უსამართლო დამოკიდებულება უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია თავად ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, ყოფილი ელჩი დეგნანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით ესხმოდნენ თავს საქართველოს სრულიად აბსურდულად ფაქტების გარეშე გვადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირში და ფურცელზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დარღვევაში, მაშინ როდესაც საქართველოს ყველაფერი გააკეთა პოლიტიკურად უკრაინის მხარდასაჭერად. შეუერთდა ასობით რეზოლუციას და ასე შემდეგ. ტყუილია ბატონებო, პირველ ყოვლისა ბაიდენს კი გაკეთებული აქვს განცხადება საქართველოსთან მიმართებაში და შეერთებული შტატები დასაკვირველია წინა ადმინისტრაციის პირობებშიც იყო ძალიან მკვეთრი საქართველოსთან მიმართებაში, სწორედ იმიტომ, ანუ მიზეზშედეგობრიობაზე თუ ვილაპარაკებთ, რომ სწორედ იმიტომ იყო, რომ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა მაშინაც კი არ ღვევდა ადამიანის უფლებებს, არ ღვევდა პოლიტიკურ უფლებებს, თავისუფლებებს მოქალაქეებისა, ზღუდავდა სივრცეს, ებრძოდა მედიას და ასე შემდეგ. ანუ მოწმენდილ ცაზე, მოშრიალებულ ველზე კი არ აკეთებდნენ ისინი განცხადებას ბლინკენი თუ ელჩი საქართველოში ყოფილი ელჩი ქალბატონი დეგნანი, არამედ იყო საფუძვლები და სუხე საფუძვლები საქართველოს, სთხოვდნენ ყოფილიყო იმგვარი სტანდარტების ქვეყანა, როგორ სტანდარტებზეც მას საქართველოს ჰქონდა ამბიცია ან განაცხადი გაკეთებული, როცა ხარ ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, ამ შემთხვევაში ჩვენ მეც გთხოვენ და როცა არ ახარ, ბუნებრივია გთხოვენ ნაკლებს. ტყუილია ისიც, რომ ჩვენ შეუერთდით თითქოს და რამდენიმე ასეულ ისინი სხვა შემთხვევაში რიცხვს ასახელებენ ხოლმე კონკრეტულს 600 თუ 600-ზე მეტ რეზოლუციას. დიახ, ჩვენ შეუერთდით 400 რაღაცა რეზოლუციას, მაგრამ 400 რაღაცავე, უხეშად 500 რეზოლუცია იყო ჰუმანიტარული ხასიათისა. დიახ, უკრაინას სჭირდება, რეზოლუცია იყო აბუარი, უკრაინას სჭირდება რაღაც მეტი ჰუმანიტარული დახმარება ან მეტი მედიკამენტი და კაციშვილი არ უსაყვედურებდა ქართულ რუსულ ოცნებას იმაში, რომ ამგვარ რეზოლუციას შეუერთდებოდა მიღებულს რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში ან რომელიმე ფორუმზე. ესენი არ მიერთებიან და არ შეერთებიან არც ერთ იმ რეზოლუცია ხელშეკრულება გადაწყვეტილებას, ხო, განცხადებას, რომელიც რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის იქნებოდა მაზიანებელი. ყველაფერი რაც ამათმა გააკეთეს, იყო რუსეთთან გადათანხმებული ემანდ ხომ არ გეწყინებათ ბიჭებო მოსკოვიდან, ჩვენ თუ წამლებით უკრაინის მომარაგებაზე ანალგინით ვუტრიებთ ცხადია, მაგრამ მაინც ანალგინის პარტიის ჩატანაზე ხარკოვში ჩვენ ვიქნებით ყაბულ თუ თანახმაო. მოითხოვა ქართულმა ოცნებამ მოსკოვისაგან პასუხი, მიიღო პრინციპული თანხმობა ან პრინციპში თანხმობა და შესაბამისად შეუერთდა ამ რეზოლუციას. ასეთი კაკი გითხარით არის მართლაც 400 რაღაცა და არა 600, უხეშად 500 რეზოლუცია. ამ ფონზე ჩვენ საჯაროდ გავხსენით დისკუსია და დავსვით, ნახეთ როგორ ამბობს ქართული ოცნება რიტორიკული კითხვა, მათ რა არ გააკეთა საქართველოს ისეთი რის გამოც გამუდმებული შანტაჟის ქვეშ ვიყავით. პასუხი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქართულმა საზოგადოებამ მალევე თავად გასცა ამ შეკითხვას, ანუ რიტორიკული კითხვა დასვეს და რიტორიკულ კითხვას თავადვე გასცეს აბსურდული პასუხი. ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, არ გავხსენით ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის, ასევე Deep State-ის მიერ მართულმა მაშინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. მას კითხვა მაქვს, რატომ არ დასაჯა ასე მაგალითად მოლდოვა Deep State-მა თუ გლობალური ომის პარტიამ? რატომ არ დასაჯა მოლდოველი ხალხი და რატომ არ არის ახლა მეორე ფრონტი რუსეთის მიმართ, რუსეთის წინააღმდეგ, ასე მაგალითად დნესტრისპირეთში მოლდოვის მხრიდან, რატომ ვერ მოახერხა Deep State-მა კიშინიოვის ჩართვა ამ ომში? იმიტომ, რომ კიშინიოვის, უბრალოდ მოლდოვის ხელისუფლება იყო ადეკვატური.
ხოლო ესენი გაიჭედნენ FSB-ს მიერ ნაკარდახევ ამ მესიჯში გაიჭედნენ შეიძლება ვთქვათ ზუსტი სიტყვა არ არის გვთავაზობენ ამ მესიჯს და დღენია და გიმეორებენ Deep State გლობალური ობის პარტია ის ფაქტი რომ საქართველოსგან საუბარ მოქმედებაში ჩართვა სიტყვიდან უკრაინაში ობის გასაგებია არა აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია რომელზეც მე უნდა გავამახვილო ყურადღება რომ წელი განცხადებაა და უნდა ჩავყვე ესე თვალის გადავლებით მაინც რომ მივაგნო ზუსტად ჩვენ პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაცია მიანიჭაო არჩევნებშიო სამწუხაროდ პირდაპირ უნდა ითქვას რომ დღეს ზუსტად ანალოგიური და კიდევ უფრო უარესი მძლავრი ზეწოლაა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან უკვე აღარავისთვისაა საიდეოლოგიო გლობალური ობის პარტიას სულ კოორდინაციაში ყავს ევროპული ბიუროკრატია აღარავისთვის რას ნიშნავს აი ეტიმოლოგიურად ჩავშალოთ ეს სიტყვა გავშიფრო აღარავისთვის ნიშნავს რომ კაცი შვილი არ დაგორავს ამ დედამიწაზე იაპონიაშიც ამავალი მზის ქვეყანაშიც და სადაც ჩადის ხო იქაც რომელიც ასე არ ფიქრობდეს როგორ გონიათ ასეა ანუ შეერთებულ შტატებში ევროპაში არგენტინაში იაპონიაში ინდოეთში ჩინეთში რუსეთში ბრიტანეთში თუ ავსტრალიაში თუ ახალ ზელანდიაში ასე ფიქრობს ყველა აღარავისთვის რომ ამ სიტყვას ხმარობთ ხო ნიშნავს იმას რომ 100% ვინც ამაზე ფიქრობს ასე ფიქრობს ამ საკითხზე ფიქრობს ასე აზროვნებს ხო ტყუილია ქართული ხალხის ხელით ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მართველ დიახ ნებისმიერი მეთოდით არის სწორედ ხელისუფლების არა აქ არის ერთი ნაწილი რომელიც აუცილებლად უნდა ვნახო რაც შეეხება ომის საფრთხეს აღარავით არის ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას რომ ეს საფრთხე არსად წასულა ბრძანებენ ქართულ ოცნებაში გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოყიდოს რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს ერთდროულად დაანგრიოს რუსეთიც ევროპაც და რუსეთიც ამ გეგმაში კი საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა აუცილებლობა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა სუსტად ისეთივე აქტუალურია როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო უფრო მეტიც შესაძლოა ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო პრინციპულია გლობალური ომის პარტიისთვის ასე შემდეგ ეხლა უყურეთ გახან უკრაინის ხო ეხლა რა აი აქ მივაგენი იდეო პრინციპ გლობალური პარტია დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სადავარ ქვეყნების ხელმძღვანელთა მხრიდან იმდენად მზეაფრია ომის რიტორიკა რომ საომარ დაპირისპირებას არასდროს დასასრული არ უჩანს ანუ თავადვე უარყოფენ თვითონვე ამბობდნენ ერთი წლის წინ რომ ომი დასრულდება 25 წელსო ახლა ამბობენ რომ საომარ მოქმედებების დასრულებას ბოლო არ უჩანსო თავადვე უარყვეს ის რაც თქვენსა პროგნოზიც გააკეთეს 2025 წლისათვის თვით ბიძინა ბანდიტმა ივანიშვილმა ახლა ესენი შეიცვალა რა ვითარება უკვე სხვა პროგნოზს თავაზობენ სხვა რეალობას აღწერენ დიახ არ უჩანს მე რა არ უჩანს უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლას და თავისუფლების დაცვას არანაირი ბოლო არ უჩანს გასაგებია ბუნებრივია უკრაინას სხვა რა უნდა ექნა 22 წლის თებერვლის დასაწყისში კი არა ბოლოს ხო საომარ დაპირისპირება არასდროს დასრული არ უჩანს ყველაფერი კეთდება მისი გახანგრძლივებისათვის უკრაინის მაქსიმალური შეიარაღება ანუ უკრაინის შეიარაღება ევროპელთა და ამერიკელთა მხრიდან ეს ევროპა-ამერიკას ეთვლება მინუსად ამათ უნდათ რომ უკრაინა არ იყოს შეიარაღებული იყოს დავრდომილი დაჩაგრული რუსეთმა იოლად შესანცლოს დაჩაგროს გაანადგუროს სანქციების დამძიმება რუსეთისათვის შემდეგი პუნქტი არა ბოდიში შემდეგი პუნქტი მაქსიმალური შეიარაღება შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ანუ რატომ აწვდით უკრაინას შორ მანძილზე იარაღს ამით ხომ რუსეთი დაიბომბება და ეს ცუდიაო ამას ამბობს ქართული ოცნება უკვე შემდგომ სანქციების დამძიმება რუსეთისათვის ესეც ცუდიაო გადამდგარი გენერლების განცხადებები რომ მოახლოეს პერიოდში ისინი ემზადებიან რუსეთისთან ომისთვის ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს გლობალური ომის პარტიის გეგმას რუსეთ-უკრაინის ომი ევროპის ხარჯზე გაგრძელდეს და გაძლიერდეს ანუ ამათ არც ტრამპის განცხადებები არ წაუკითხავთ თურმე არც პატრიოტების თაობაზე პატრიოტების გადაცემის თაობაზე არც ნატოს შეიარაღების თაობაზე წაუკითხავთ რა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ის პროცესები რომლებიც დაკავშირებული ერთი მხრივ ევროპის და მეორე მხრივ რუსეთის დასუსტებასთან და პრობლემაა რუსეთის დასუსტებაში
რატომ არის რუსეთის დასუსტება პრობლემა? არა, ქართული ოცნებისთვის პრობლემაა, იმიტომ რომ ფარველი აღარ ეყოლებათ. და ამიტომ ასევე ხაზგასასმელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ შეერაღებაზე მშპ-ს 5% დაიხარჯება. ეს არ არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, ოდენ. ეს არის შეერთებული შტატების მოთხოვნა, რომ დახარჯეთ 5%. 2% ითხოვდა 16 წლამდე 18 წელს კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი ნატოს წევრი სახელმწიფოებისაგან გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები 2%-მდე. იმიტომ რომ გინდა მშვიდობა შეიარაღდი, მაგრამ კობახიძე რუსის ტვინში ეს ყველაფერი არ შევა. მოკლედ ამ ყველაფერს აცხადებს ქართული ოცნება, მაგრამ ეხლა ამაზეც არ მინდა საუბარი, თან მე-16 წუთი წავიდა ამ ჩემი ვიდეო ბლოგისა. მე-16 წუთის დასაწყისში თუ შუა წელს მე უნდა გითხრათ შემდეგი. 31 აგვისტოს ევროკავშირი გვეტყვის ჩვენ, რომ თქვენ ევროპული საბჭოს შეგიჩერებთ უვიზო რეჟიმს და ეს მოხდება დაახლოებით დეკემბრის თვეში, დეკემბრის შუა რიცხვებში. გასაგებია? აი რა უნდა ვქნათ? 1 სექტემბერში უნდა უთხრათ ევროკავშირის შემდეგი, პირველ ყოვლისა, რომ ოკეი, კი ბატონო, რაღაცა სხვა გამოსავალი არა გაქვთ, იყოს ნება თქვენი. შეგვიჩერეთ, მით უფრო რომ ჩვენ საზოგადოება კი ვიმსახურებთ, მაგრამ საქართველოს მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელსაც ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ. აქედან გამომდინარე, იქნება და ეს იყოს საფუძველთა თქვენი ეს განცხადება. თუ გებავთ მუქარა, იყოს საფუძველთა საფუძველი საიმისოდ, რომ ჩვენგან ვინც აქამდე მიძინებული იყო, ვინც შეყუჟული იყო სამზარეულოში, ჩვენთან ერთად გამოვიდეს და დაამთავროს ეს ხელისუფლება ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებამდე, ანუ დეკემბრის შუამდე. ეს უნდა უთხრან პოლიტიკოსებმა და ქართული საზოგადოებისგანაც ეს სიგნალი უნდა იყოს. და თუ ჩვენ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას დეკემბერში, ამ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ ჩამოგვართმევთ, შეგვიჩერებთ უვიზო რეჟიმს. აი ეს უნდა იყოს და ეს უნდა ჩავაწერინოთ როგორღაც ევროპულ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაში ვიზების შეჩერებასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება რა უნდა ვქნათ 1 სექტემბრიდან, ანუ 1 თვე შემოდგომისა 1 დღე. დავიმახსოვროთ კარგად, რომ პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. სუდები არიან, არ მოგწონს, ის გვეჯავრება, იმან წარსულში რაღაცა თქვა, ის აწმყოში ასეთია, ის ნაცია თუ ის ყოფილი ნაცი, მათ გარეშე პოლიტიკური პროცესი არ წარიმართება. სწორედ ისინი არიან სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ან შეგვიძლია არც თქვა, არა აქ ამას მნიშვნელობა, რა ვიცი, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით. ხაბეიშვილის მონაწილეობით, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით, თუ ხაბეიშვილს აქვს სრული, თორე სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაციაც აქვს ამისი. რა ვიცი, კაკო ბობოხიძის მონაწილეობით, რავი, თინა ბოკუჩავას მონაწილეობით, თამარ ჩერგოლეიშვილის მონაწილეობით, რა ვიცი, ლევან ცუცქილიძის მონაწილეობით, სხვების და სხვების მონაწილეობით, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამიტომ ისინი და სწორედ ისინი უნდა ისხდნენ არა კობახიძესთან მაღალი ალბათობით, არამედ ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ თვალი თვალში უნდა გაუყარონ და უნდა დაუყენონ თავიანთი პირობები. რომ შენ ბიძინა, აი ნახე რამდენი ხალხია ქუჩაში გამოსული 1 ოქტომბერს, ორჯერ მეტი იქნება და უწყვეტად იქნება ჭავჭავაძეზე, კოსტავაზე, რუსთაველზე, სუგდიდში რუსთაველზე, გამსახურდიაზე, ქუთაისში, თელავში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესენი დგანან და გადაძაბავენ. და შენ რესურსი რომც გეყოს, მაინც ფეხებსაც ვერ მოგჭამ, იმიტომ რომ ესენი მეორე დღეს გაბოვლენ და დეკემბერი გასული წლისა 24-ის მონაგონი იქნება, იმდენად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, სწორედ იმიტომ რომ შენი პოლიტიკის გამო ჩვენ გვერთმევა შესაძლებლობა ევროკავშირში უვიზოთ გზავრობის, ანუ ევროპული პერსპექტივა პრაქტიკულად სულ გვესპობა. ამიტომ 1 სექტემბრიდან ჩვენ უნდა გავიდეთ ქუჩაში. პოლიტიკოსები დაგვიძახებენ თუ არ დაგვიძახებენ. რომელიღაც ეტაპზე უხეშად 18 სექტემბრისთვის, როდესაც მიაღწევს პიქს, ან ძალიან ბევრი მოქალაქე იქნება ქუჩაში გამოსული, პოლიტიკოსებს უნდა ვანდოთ პოლიტიკური პროცესი. სალომე ზურაბიშვილს და ვინც დავასახელე ან არ დავასახელე. სწორედ ამათ უნდა მოითხოვონ ბიძინა ივანიშვილთან და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რომელშიც უნდა იყოს 7, 8, 10, 15 მოთხოვნა. მე ხა 15-ვეს არ ჩამოგისახელებთ, მაგრამ მაინც პირველი განთავისუფლდეს უკლებლივ ყველა სინდისის პატიმარი და პოლიტპატიმარი, გულისხმობ ამ შემთხვევაში 60-მდე პოლიტპატიმარს, არა პოლიტიკოსებს, ეს ცალკე მოთხოვნა უნდა იყოს.
სიამაღლებელი ზვიადრატიანი და ასე შემდეგ. რა გინდა რამე მექანიზმი გამოიყენე? გინდა ხვალვე გამოიტანოს გადაწყვეტილება სასამართლომ და ბერე ყაველაშვილს შეაწყალებინე, გინდა რაც გინდა ისქენი, მაგრამ ესენი ერთ კვირაში უნდა იყვნენ განთავისუფლებული. ეს არის პირველი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნა, უნდა განთავისუფლო ყველა, ხაზგასმით ვამბობ, ყველა პოლიტიკოსი პატიმარი, შესაბამისად პოლიტპატიმარი. რა გინდა რა მექანიზმი გამოიყენე, მაგრამ აი ეს ბოლოს დაპატიმრებული ვიღაცა მოგწონს, ვიღაცა არ მოგწონს. მე არ მომწონს ირაკლი ოქრუაშვილი როგორც პოლიტიკოსი. მეცაც გეტყვით, სასტიკად არ მომწონს, მაგრამ ის პოლიტპატიმარია. ვიღაცას არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, ის პოლიტპატიმარია, ვიღაცას არ მოსწონს ნიკა გვარამია, ის პოლიტპატიმარია და ასე შემდეგ. მოკლედ ეს 8-10 პოლიტპატიმარი, პოლიტიკოსი პატიმარი როგორც გინდა ისე გაანთავისუფლე. ეს მეორე. აუცილებლად ჩანიშნე საპარლამენტო არჩევნების შენმა პარლამენტმა დაწოდებულმა ბანდამ მიიღოს გადაწყვეტილება, არა, უკაცრავად შესაძლოა ეს არც იყოს საჭირო. პირველ მესამე მოთხოვნა უკაცრავად. გადააყენე და დაკალი პოლიტიკურად ირაკლი კობახიძე და მისი მთელი პოლიტიკური ბრიაშკა ბანდა, რომელიც მის გარშემო არის და რომელიც შენთან ერთად რასაკვირველია და შენი ნებართვით რასაკვირველია, მაგრამ ანგრევს ამ ქვეყანას. ამაზეც გეძლევა არა უმეტეს უხეშად, 3 დღისა. თუ არა და გადავძაბავთ, გამოიყვან ხარებას თუ ახარ ხარებას, გვესვიდ და გვაპატიმრებ, ამოვიზრდებით სოკოებივით და კიდევ მეტად გადავძაბავთ. და ასე შემდეგ და ვინ ვის გაჩვენებთ. ამიტომ გირჩევნია და გიჯობს რომ გააკეთო ესე. ეს უნდა იყოს უწყვეტი აქციები, ხაზგასმით ვამბობ ამას, უწყვეტი და მრავალრიცხოვანი. ახლა ჩვენ გვაქვს უწყვეტი აქციები, მაგრამ მრავალრიცხოვანი აღარ აქვს. უნდა იყოს უწყვეტი დაძაბული აქციები, რომელშიც ყველას თავისი როლი აქვს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა აქტივისტს, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის მესამე მოთხოვნა. ანუ კობახიძე დაკალი პოლიტიკურად და მისი ბრიაშკა. მეოთხე, დანიშნე რიგგარეშე არჩევნები მაისის თვეში. საერთოდ დეკემბრის თვეში ან ოქტომბრის თვეში, მაგრამ თუნდაც მაისის თვეში. ოღონდ მანამდე ყველა კანონს, რომელიც შენმა პარლამენტმა მიიღო, ყველა კანონი უნდა გააუქმო. რუსული კანონი, მეორე რუსული კანონი, მესამე, მეოთხე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესწორებები, ასე შემდეგ. დაუბრუნდე 2023 წლის სტანდარტებს. 2023 წლამდე, 24 წლამდე არსებულ ვითარებას. უნდა დაუბრუნდე და იმ სივრცეში, იმ გარემოში უნდა ჩაატაროს არჩევნები, გარდა ამისა უნდა დაკომპლექტდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შეწყდეს ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა, ყველა იმ პირის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, არსებობს. უნდა დაუბრუნდეს ყველას გადახდილი ჯარიმები, გადაიხადა ერთმა დავითმა, დაუბრუნდეს 5,000 ლარი ჯარიმა, გადაიხადა მეორე ლევანმა, 3-ჯერ 5,000 ლარი, უნდა ყველას უნდა აესახოს, აი შენ 2 კვირა თუ რაღაც 3 დღე თუ 5 დღე, საიდანაც გინდა, შენი ფული დაგიდია თუ გინდა, გადმოუტანე თუ დაუბრუნე ყველას შესაბამისი კუთვნილი თანხები. ყველას უკლებლივ. მე ისინი თავად მოახერხებენ ფონდებში გადარიცხვას უკან, ანუ ნანუკა ჟორჟოლიანი საიდანაც მიიღო ეს თანხა, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდსა თუ სხვა რომელიმე ფონდში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ როგორღაც მოვილაპარაკებთ და შევთანხმდებით, ან კიდე ერთი ფონდი შეიქმნება და გადაეცემა რაღაცა უამრავი კულტურული ძეგლია, მაგალითად სარეაბილიტაციო და ეს თავმოყრილი თანხა წავა რომელიმე კულტურული ძეგლის რეაბილიტაციაზე, ამას ვუტრინებს ხადია, მაგრამ მაინც წავა დამკვირვებლებზე, წავა რა ვიცი, რაღაც მონიტორებზე და ასე შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. აი ეს მოთხოვნები და პოლიტიკოსებმა უნდა დააყენონ ეს მოთხოვნები. ეს არის გამოსავალი. 1 სექტემბერს მას შემდეგ რაც წინა დღეს 31 დეკემბერს ჩვენ გვეტყვია რომ ევროპული საბჭო გაგვიუქმებს ჩვენ უვიზო რეჟიმს და ამასობაში გვეტყვია სხვა სანქციების თაობაზეც და ამასობაში წამოგვეწევა რომ სექტემბრის თვეში მეგობარი აქტი და ამასობაში რომელშიც სხვადასხვა ბენეფიტებზეც არის საუბარი რა შეღავათები და რა პლუსები გვექნება იმ შემთხვევაში თუ ქართულ რუსულ ოცნებას მოვიშორებთ ერთ-ერთ ვერსიაში, ყოველ შემთხვევაში ასეა, თუ ეს ასე იქნება და აი ეს უნდა ვუთხრათ მიძინა ივანიშვილს. ანუ რუსეთს არა წამოვლენ და მე გეტყვით რომ არ წამოვლენ მეთქი მაღალი ალბათობით და ჩარჩებიან ამ გლობალური ომის პარტია ქალი კაცი გამჟიმეს არ გამჟიმეს ასე შემდეგ ხო გაგჟიმეს გაჟიმულები ხართ ბოდის ვიხდი ამ ტერმინისთვის სწორედ იმიტომ რომ ხართ ტვინ გაჟიმულები ანუ მე სხვა რამე სულაც არ მიგულისხმია წევინ გაჟიმულები ხართ რუსეთის მიერ რუსეთმა გააუპატიურა თქვენი სული ასე ვიტყვი და თქვენი გონება
და თქვენი გული და თქვენი კაცობა და არაკაცებად გაქციათ. ჩარჩებით ჩვენ ასე და ჩვენ დავრჩებით ნაცრისფერი ზონა და ამ შემთხვევაში თუ ნაცრისფერი ზონა ვართ, ვიმსახურებთ იმასაც, რომ გაუბედურებული ქვეყანა ვიყოთ. ბოდიში რა. თუ ვერ ვახერხებთ ვინმე ხიხო ივანიშვილის დამარცხებას, ხიხო ივანიშვილის ყვირილაში რო აჭყაპულებდა ფეხუცებს ამ 50 წლის წინ, მის დამარცხებას თუ ვერ ვახერხებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმსახურებთ ყველაფერს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს და ამ შემთხვევაში ჩვენ ეროვნულ გადარჩენაზე როგორც ასეთზე სულაც არ გვექნება პრეტენზია გამოსაცხადებელი, სომხეთმა მოახერხა ეს. ეროვნული გადარჩენისკენ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ჩვენ იქნებით პიროვნულ გადარჩენაზე ორიენტირებულები. და პიროვნული გადარჩენა კი იოლია, ვიღაცა წავა და კომბოსტოს მოიყვანს და ვიღაცა წავა და ვენაში იცხოვრებს შეჭირვებით, მაგრამ მაინც. რა როგორ დავასათაუროთ? როგორ დავასათაუროთ? და დავასათაუროთ თქვენის ნებართვით ასე. 1 სექტემბერს არა. საქართველოს ცოტა დრო აქვს. დეკემბრამდე ყველაფერი უნდა დასრულდეს. ყველაფერი არა, დეკემბრამდე ქართული ოცნება უნდა დასრულდეს. მოვხსნათ პირველი წინააღმდება საქართველოს ცოტა დრო აქვს. დეკემბრამდე ქართული ოცნება უნდა დასრულდეს. ამომრჩეველო ქართული ოცნებისა, თქვენ აღმოჩნდებით დიდ ქაქში, თუ დეკემბრამდე ქართული ოცნება არ დასრულდება. იმიტომ რომ მე უკვე ამ უფსკროლიდან ამობობღება იქნება თუ წარმოუდგენელი არა, ძალიან ძნელი მაინც. დეკემბრამდე ქართული ოცნება უნდა დასრულდეს. მერწმუნეთ მოქალაქეებო. თუ არა ჩავრჩეთ აი ამ ბოდვაში, რაც შემოგთავაზა ირაკლი კობახიძე რუსმა.